ნუ უწევ. რაზე უწევ? ხო თქვენ უწევ, ჩემთან ხო პირველად მეუბნებით, ქართული არ გის მის. რას ნუ რა უზდელო სიტყვა რა გავაკეთე? მითხარ, რა ვთქვი, არასწორი და ოჯახის გეიყო გუში თუ გუში. წესიერად მოიწერე. ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე ჯაფარიძის ადვოკატის შუამდგომლობებს მოჰყვა. მათ შორის იყო მოსამართლის აცილება, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა და სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, მათ შორის თეა წულუკიანის მოწმედ დაბარება, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ცალკაში თუ არის თამაში, მაგრამ პირდაპირ გითხარით, რომ აქ არის ცალკაში თამაში და მარტო მოდა გამასამართლო. პრობლემა არ არის. უბრალოდ გავლენის ქვეშ თქვენ გეშინიათ, რომ მართული პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, იმიტომ რომ ამის გამო დარწმუნებულია, რომ მიიღებთ არ საფონდოს არ უამრავ სხვა რაღაცას. არამედ ნაკლები არ არის სასამართლო. ეს ცალსახაა. თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ეკუთვნება სამართლის კანონმდებლობის მოთხოვნებს და კიდევ უფრო წევრობით განმოცხადა. ხაზარაძის და ჯაფარიძის ხდომები ცალ-ცალკე ჩატარდა. საქმე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადებას ეხება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხდება არის წარმოქმნილი საგამოძიებო კომისიაში და ამიტომ საგამოძიებო კომისია გამოიყენება პოლიტიკურ ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა, რომ მინიმუმ 50% უნდა იყოს ოპოზიციისგან შემდგარი, ხელისუფლებაში ხოლმე პარტია არ გამოიყენებს საგამოძიებო კომისია პოლიტიკურ ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. და ჩვენ გვაქვს პირდაპირ ანგარიშსწორები პოლიტიკურ ოპონენტებისადმი. კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ვინაიდან კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს დროებით საგამოძიებო კომისიის მესამე ერთობაში გაგონდა კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ხელმძღვანელი. პირდაპირ ვიდეო ჩანაწერი საქმეში, სადაც კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან მრავალდებია გამოცხადა კომისიის ხდომაზე, საქმე გაეძინა პროკურატურას. ეს ყველაფერი კი ლელოს ლიდერებისთვის პოლიტიკური დევნაა. ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს მიზანი პოლიტიკური ლიდერების დაშინებაა. დავდივარ ამ სასამართლოებზე მარტივი მიზის გამო, რომ კიდევ ერთხელ ჩამოხსნათ ნიღაბი ამ უსამართლობას და ამ კლანურ მართლობას და კლანურ სასამართლოს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. მოთხოვნილი იქნა იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვა, რომლებმაც მოითხოვეს ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანუ ვინც ირჩივლა პროკურატურაში იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად სასამართლომაც. ლელოს ლიდერებმა საქმეზე 50,000 ლარიანი გირაო გადაიხადეს, რაც მათი კოლეგა ოპოზიციონერებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების უფლება ყველას აქვს და ეს ნაბიჯი მხოლოდ სამართლებრივი სტრატეგიაა. ეს არის ინდივიდუალური საკითხი, მე ნამდვილად ვერ ვიქნები მორალური მსაჯული. ეს ადამიანები სადაც ებრძვიან სისტემას, რა ფორმით გააგრძელებენ ბრძოლას, ეს მათი გადასაწყვეტია. ის რომ ისინი არ გამოცხადნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, უკვე არის მათი მხრიდან ბოიკოტი აი ამ არალეგიტიმური, ასე ვთქვათ, ორგანოსი, რაც არის სრულებით მისაღები ჩემთვის. ჩემ საქმეში იყო იგივე, ჩემ ადვოკატომ მოითხოვა რამდენჯერმე თეა წულუკიანის მოსვლა, აქ რო აეხსნა, რა უნდა საერთოდ რატომ ეძახის მე რაღაც მასკარადში. ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი, რამდენჯერმე გავასაჩივრეთ და ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი. მართველი გუნდი ლელოს და დანარჩენ ოპოზიციონერებს ახსენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით, ოპონენტები ცდილობენ საქმეს პოლიტიკური ელფერი შესძინონ, რაც არ გამოუვათ. ოპოზიციის წარმომადგენლებს სამწუხაროდ გირაოს გადახდა ზოგიერთ შემთხვევაში ციხეს ჭრილს კი ურჩევნიათ იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ და პასუხები გაცენენ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი აქვს, განსაკუთრებით სამწუხარო არის ბადრ ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შემთხვევა. თქვენ იცით, რომ მაშინ ისინი ოპოზიციაში არ იყვნენ, ბიზნესმენები იყვნენ, თუმცა პირდაპირ და უშუალოდ იყო დაკავშირებული TBC ბანკი ყველა ბიზნეს გარიგებასთან და TBC ბანკი ზუსტად იმას ეცაძლევდა ხოლმე კონკრეტულ ბიზნესმენებს, რასაც მერე თხოვდა ადეიშვილის პროკურატურა. პოლიტიკოსებს იმდენ უნდა ესმოდეთ, რომ მათ პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას და კანონი უნდა დაიცვან ისე, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს. და მაშინ, როდესაც პოლიტიკოსი კანონს არ ღვევს და შემდგომ კანონისგან გამომდინარე პასუხისმგებლობას ამას აბრალებენ თითქოს რაღაც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მათზე, ეს უბრალოდ ფარისეულობა არის. შესაძლოა ისინი ფიქრობენ, დაძაბონ კლან ვითარება, შექმნან, დადგან სპექტაკლის სცენარი, თუ როგორ სახელმწიფო ხელისუფლება, როგორ დევნის
პოლიტიკურ ოპონენტებს და თავის დროზე რაც ნიკა მელიამ გააკეთა ამ გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით შეეცადონ საზოგადოების კვალმოტყუება. ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას განაგრძობს. მორიგის ხდომა 27 მაისს გაიმართება.